ვარშავაში კი 40 ქვეყნის წარმომადგენელი ბელორუსიის პროდემოკრატიული ძალების დასახმარებლად შეიკრიბა კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლის დროს პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა რადოსლავ სიკორსკიმ ბელორუსში შექმნილი ვითარებასა და ტუნისისა და ეგვიპტის პარალელებზე ისაუბრა. პოლონეთის დედაქალაქში საერთაშორისო დონორთა კონფერენცია გაიმართა. 40 ქვეყნის წარმომადგენლები ბელორუსიის პროდემოკრატიული ძალების დასახმარებლად მსოფლიოს ფულის შეგროვებისკენ მოუწოდებენ. კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლის დროს პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა რადოსლავ სიკორსკიმ ბელორუსიაში შექმნილი ვითარება ტუნისისა და ეგვიპტის მდგომარეობას შეადარა. როგორც 1924 წელს ამხანაგმა სტალინმა თქვა, მნიშვნელობა არ აქვს, როგორ აძლევს მოსახლეობა ხმას. თავარია ამ ხმებს ვინ ითვლის. სწორედ ამიტომ არჩევნები დემოკრატიულად ვერ ჩაითვლება. თუმცა შესაძლოა მდგომარეობის გამოსასწორებლად ჯერ კიდევ არის დრო. იქ მოვლენები დეკემბრის შემდეგ ვითარდება. იქნებ ბატონი ბენალის, ბატონი მუბარაკისა და სხვების მაგალითმა ლუკაშენკოს მიახვედროს, რომ მის მიერ არჩეული გზა მისთვის საუკეთესო არ არის. ლუკაშენკოს ბრძანები დეკემბერში აქციის დარბევის საპასუხოდ 31 იანვარს ევროკავშირმა და ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ბელორუსს სანქციები დაუწესა. კერძოდ ლუკაშენკოსა და მისი მთავრობის 150 თანამდებობის პირს ევროკავშირის ტერიტორიაზე შესვლა აეკრძალა. დასავლეთ ევროპის ქვეყნებმა ლუკაშენკოს 19 დეკემბრის არჩევნების შემდეგ დაკავებული ოპოზიციონერების, მათ შორის პრეზიდენტობის კანდიდატების გათავისუფლებისკენ მოუწოდა. ვარშავაში გამართულ კონფერენციაზე სიტყვით ბელორუსიის ოპოზიციის ლიდერი ალექსანდრ მილინკევიჩიც გამოვიდა. მილინკევიჩის თქმით, ამჟამად კონკრეტული დახმარება ბელორუსის ოპოზიციისა და ხალხისთვის უკიდურესად მნიშვნელოვანია. ჩვენთვის დემოკრატიული ქვეყნების სოლიდარობა ძალიან მნიშვნელოვანია. ეს ტიპიური კონფერენცია არ არის. მე ბევრ კონფერენციას დავსწრები ვარ, მაგრამ ეს უმნიშვნელოვანესია, რადგან აქ უამრავი ქვეყნის პირველი პირი ბელორუსის დასახმარებლად შეიკრიბა. ეს სოლიდარობა ამტკიცებს, რომ ბელორუსი ევროპული ოჯახის წევრია და რომ ჩვენ საერთო ღირებულებები გაგვაჩნია. ჩვენს ქვეყანაში რეჟიმი დემოკრატიით უნდა შევცვალოთ. ევროკომისიის განცხადებით ბელორუსის ადამიანის უფლებადამცველი ორგანიზაციებისა და დამოუკიდებელი მედიის დაფინანსება 4-ჯერ გაიზრდება და 15,600,000 ევროს შეადგენს. ამერიკის შეერთებული შტატები კი დახმარების გაზრდას $15 მილიონ გეგმავს. კონფერენციას ბელორუსიის პრეზიდენტობის კანდიდატის ვლადიმერ ნეკლიაევის ქალიშვილიც ესწრებოდა. ვლადიმერ ნეკლიაევის სამართალდამცველებმა მიტინგის დარბევის დროს სასტიკად სცემის შემდეგ კი დააპატიმრეს. ეს კონფერენცია ამტკიცებს, რომ ევროკავშირი მიხვდა მათი პარტნიორი არა ლუკაშენკო და მთავრობა, არამედ ბელორუსი ხალხია. სწორედ ხალხთან უნდა დაგეგმოთ ქვეყნის მომავალი და არა მთავრობასთან. ვლადიმერ ნეკლიაევი საპატიმროდან რამდენიმე დღის წინ გაათავისუფლეს, თუმცა ის შინაპატიმრობაში იმყოფება.